პროდუქტის ფასი უნდა განსაზღვრო მისი ფასეულობით. რას გაძლევს ეს პროდუქტი შენ და რაში ხარჯავ იგივე თანხას დღეს, მაშინ როცა არ მოიხმარ ამ პროდუქტს. მოდი გავაკეთოთ შედარება ახლა. ერთი პაკეტი ლევის 12 ლარი, ჭირდება 12 ლარი. ახლა შენ მითხარი, რამდენ 12 ლარს ხარჯავ იმ მავნე ტკბილეულში, რასაც ყიდულობ ხოლმე ყოველდღიურად შენი შვილისთვის. კოკა-კოლა, ჩიფსები, ჟელიბონები და 1000 რაღაც, რაც იცი რომ მავნეა, რაც იცი რომ ორგანიზმს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, მაგრამ მაინც ყიდულობ, იმიტომ რომ ბავშვია, ტკბილი უნდა, რას იზავ, თხოვს და ასე შემდეგ, ხო? 12 ლარად დღეში შენ უზრუნველყოფ შენი შვილის ჯანმრთელობას, იმუნიტეტს პირველ რიგში, გულსის ძარღვებს, შენ გაქვს გარანტია იმის, რომ შენი შვილის ორგანიზმი გაწმენდილი იქნება მავნე ნივთიერებებისგან, ტოქსინებისგან, მძიმე მეტალებისგან, რასაც ჰაერიდან იღებს და სუნთქავს თუნდაც, რასაც იმ მავნე საკვებიდან იღებს და აგროვებს, რასაც ძალიან მარტივად ყიდულობ და იმაში არ თვლი, რამდენ 12 ლარს იხდი, ხო? ამაში ითვლი. რა ის ეს, მაგრამ იმაში არ ითვლი, რამდენს ხარჯავ. და იმუნიტეტი იქნება ძლიერი, ასევე ნერვულ სისტემაზე მუშაობს ძალიან კარგად და ძილი ექნება ბავშვს მოწესრიგებული, დღის განმავლობაში ენერგიაზე იქნება, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის ათვისებაში ძალიან კარგად ეხმარება და როდესაც ჩემ შვილებს დატვირთული ბევრი სასწავლო დღე აქვთ ხოლმე და ბევრი რამ აქვთ სამეცადინო, მაშინ ზოგჯერ ორ პაკეტსაც იღებენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოჰყავს ენერგიაზე და ეხმარება ძალიან კარგად, ხო? რა თქმა უნდა, პროდუქტი მნიშვნელოვანი არის ფასეულობით და შემდეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. ნახე, როგორც იღებ არჩევანს, აკეთებ არჩევანს, ჯანმრთელობის პრევენცია გირჩევნია თუ უკვე კურნალობა, ზუსტად ისეთივე არჩევანს აკეთებ რა, რაში დახარჯო ფული, ჯანმრთელობის პრევენციაში და გარანტიაში, რომ შენი შვილი იყოს ნამდვილად ჯანმრთელი, თუ შენი ხელით მოწამლო ბავშვის ორგანიზმი, რომელიც შეუქმნის მერე პრობლემას, აუცილებლად შეუქმნის პრობლემას შაქარზე, აუცილებლად შეუქმნის პრობლემას წონაზე, აუცილებლად შეუქმნის პრობლემას, რა თქმა უნდა, იმუნიტეტზე, იმიტომ რომ დაბინძურებული ორგანიზმი ვერ შეძლებს, რომ ძლიერი იმუნიტეტით იყოს და რა თქმა უნდა, მერე მკურნალობა ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდება, თუმცა ამას წინასწარ არ ვფიქრობ. იმიტომ რომ ფაქტის წინაშე არ დგახარ, მაგრამ ეხლა მე რომ შენ გადმოგალაგებინო შარშანდელი ანგარიშ ფაქტორები, რამდენი გაქვს წამლებში დახარჯული, რა პერიოდი და გაიარეთ საავადმყოფოში, რამდენი მედიკამენტი დაგჭირდათ და მერე იმ მედიკამენტოზულმა მკურნალობამ რა ზიანი მიაყენა შენი შვილის ღვიძლს, რაზეც არ დაფიქრებულ ხარ, ხო? რა თქმა უნდა, რთული მოსასმენია, ვიცი. მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა რა. ფაქტს თუ არ შეხედე, მანამდე ფასეულობას ვერ ახედავ. რამდენი რამისგან გათავისუფლებს ერთი პროდუქტის მიღება და რაში ხარჯავ ფულს. ეს არის ფასეულობები უნდა დაალაგო, რაში ხარჯავ ფულს. და შესაბამისად მე მიხვდები, რა კიდე რა არჩევანი რა თქმა უნდა შენს